საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს 109 დევნილმა ოჯახმა მიიღო. თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე 4 კორპუსში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს დღეს საბუთები პირადად მინისტრმა მიუტანა. კობასუბელიანთან ერთად იმყოფებოდა რაიონის გამგებელიც. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები დევნილებს პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართობი უკვე 22,000-მდე ოჯახს დაუკანონდა. 10,000 ოჯახი უკვე მესაკუთრე გახდა. 10,000 ოჯახი ეს არის დაახლოებით 40,000-მდე ადამიანი, რომელიც უკვე დამკვიდრდა თბილისში და დაბრუნებამდე იცხოვრებენ ისინი თბილისში და როცა დაბრუნება იქნება, ეს ქონება შეიძლება გამოიყენონ დასაბრუნებლად. გაყიდონ და ხელცარიელი არ მოუწევს დაბრუნება აფხაზეთში. გამგეობის პრეროგატივაა ეხლა რომ დაკანონებული კორპუსებში მოახდინოს სამხანაგობების წახალისება, რომ შემდეგ დავიწყოთ მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით რეაბილიტაცია ამ კორპუსების, რომელიც საკმაოდ ძნელ მდგომარეობაშია. მოვიდა ჩვენი მინისტრი, ყველას გაესაუბრა, ყველას მოეფერა, დაპირდა და დღეს ის დაპირება შეუსრულა ყველას.